შეეწირება თუ არა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მრავალწლიანი ჭადრები. ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში, რაც სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო-ვიდეო მასალა გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა რეაბილიტაციის სამუშაოების პარალელურად ხეების მოჭრა. ჩვენ ბუნებრივია მოვედით ადგილზე და ადგილზე დაგვხვდა ის სურათი, რომ ნამდვილად მოჭრილი არის რამდენიმე ხე და ასევე თბილისის პირველი გიმნაზიის წინ მიმდინარეობს რამდენიმე ჭადრის სხლა შესწორება. ბუნებრივია აქ მყოფ მოქალაქეებს ასევე სოციალურ ქსელში ადამიანებიც გამოთქვამენ იმ პოზიციას, რომ თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის მრავალწლიანი ჭადრების მოჭრა არ შეიძლება და არ შეიძლება ის შეეწიროს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას და საერთოდ მაშინ როდესაც მოქალაქეები ამბობენ, რომ მაშინ როდესაც თბილისში განსაკუთრებით ჭირს გამწვანების სამუშაოები არ უნდა მოიჭრას აღნიშნული ჭადრები. ბუნებრივია ამის შემდეგ პასუხი უნდა გაევრცელებინა თბილისის მერიას და როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნული პანიკა საზოგადოებაში არ ექვემდებარება სიმართლეს. ის ჭადრები, რომელიც სამუშაოების პერიოდში მოიჭრა, მათი თქმით იყო დაზიანებული და სწორედ ამის გამო მოჭრეს, თუმცა როგორც თბილისის მერია იძახის, ჯანსაღი ხეების მოჭრა არ იგეგმება. ჩვენ ბუნებრივია ვკითხეთ ასევე მოქალაქეებს, რას ფიქრობენ ისინი ამასთან დაკავშირებით და პასუხს ჩვენი მაყურებელი პირდაპირ ეთერში მოისმენს. ასევე ჩვენ აქ მყოფ სამუშაოების დროს გავესაუბრეთ მუშებს, თუ რა იყო მათი ინფორმაცია, მოიჭრებოდა თუ არა ჭადრები, რომელიც მდებარეობს რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი აღნიშნულ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ ჭადრების მხოლოდ სხლა შესწორება მიმდინარეობს და ის ჭადრები, რომელიც მოიჭრა, იყო გაფუჭებული. თქვენი მოვალეობა უშუალოდ ხეების მოჭრა. კი ბატონო, კი ბატონო. და ეს არის ჭადრები. ხომ მხოლოდ ამ ადგილს ითვალისწინებს თუ სხვა? როგორც გვეტყვია. ბოლომდე უნდა მოიჭრას. არა, всё გატარდა. აი ეს არის ჩვენი, აი რასაც ქვია ეკოსერვიჯ ჯგუფი და დანარჩენი ახლა ამაში ამ ხეების მოჭრა ძირფესიანად იგეგმება თუ მხოლოდ ზედატოტები მოჭრა? ზედატოტები რო ხელი არ შეუშალო? არა, ხაზებს უშიშო ხელს და გამოგვაბრძანეს გადასაბედა. ანუ მხოლოდ ზევით რაც არის, აქ ძირზე მოჭრა არ იგულისხმება. არც იქით ამ მხარეს. არა. ჩემი აზრი ჭადრების შენარჩუნება და არა მოჭრა. სადღაც მაინც უნდა დავდოვოთ ამ თბილისში ჭადრები. განსაკუთრებით რუსთაველზე. ჩემთვის იცით და ჩემი თაობისთვის ჭადრები თბილისის სიმბოლოა. თან რამდენადაც ვიცი, კარგად იწოვს ნიადაგიდან წყალს და არ ვარ მომხრე იმის, რომ აქ ჭადრები არ იყოს. თითოეული ჭადარი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ეს არის ისტორიული ჭადრები, მე თუ მკითხავთ. სრულად მოჭრა, წარმოუდგენელია. მესმის, რომ ასხიპონ, გაალამაზონ, მესმის, რომ აუცილებელი იყოს ამ ძველი ჭადრების აღება, შეიძლება არ ვიცი. ყველაფერი ბერდება და თუ საშიშროება არსებობს იმის, რომ მან ქარმა მოგლიჯოს ან რაღაცა, ამ შემთხვევაში კი, მაგრამ მე მგონი სხვა გამართლება არ აქვს შემთთვის. არ უნდა მოჭრა, ხეს რაჯობია, ჰაერია და ყველაფერი რა. როგორ შეიძლება? აი ჭადრები ხო თან თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო. დიახ, რა თქმა, სიმღერებიც არის მაგაზე. ახლა მთავარი კითხვა მოიჭრება თუ არა კიდევ სხვა ჭადრები, თუმცა ამ ეტაპზე რაც ვიცით არის ის, რომ ის ჭადრები, რომლებიც მოიჭრა, იყო გაფუჭებული და დანარჩენი ჭადრები, რომელიც პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ მდებარეობს, იმ ჭადრების მხოლოდ შესწორება მიმდინარეობდა.